საღამომშვიდობის მეგობრებო, მე ვარ სქარზი, იგივე ცოტნე. ვინც არიცით, მე ვარ ICT ტრეიდერი. 3 წელია ტრეიდინგში ვარ, 2 წელია ICT ტრეიდობ. და მინდა დღეს ვისაუბრო ერთ თემაზე. როდის არ უნდა იტრეიდო და როდის უნდა მიხვდე, რომ იქნება ცუდი მარკეტი. რასაც მე ძალიან დიდი ხანია ვიყენებ და ძალიან მეხმარება, რომ ავირიდო ცუდი სავაჭრო დღეებისგან თავი. ავარიდო თავი ცუდ სავაჭრო დღეებს. პირველი ხა რაც მინდა განახოთ და ყველა იმას გეუბნებათ, რომ როდესაც ნიუსი არის კარგი მარკეტი უნდა ყოფილიყო, ხო, ლოგიკურად, როდესაც ნიუსია, მაგრამ დღეს ძალიან ჩოპ მარკეტი იყო, თუ დააკვირდებით. თქვენ თვითონაც AM სესიაზე კი შეიძლებოდა აქ რაღაც ტრეიდების გახსნა, მაგრამ საბოლოოდ არ იყო ლამაზი სატრეიდო დღე. ICT არის სიზუსტე, ამიტომ სიზუსტის დროს, ICT-ს როცა ტრეიდობ, უნდა ვეძებოთ სიზუსტე. მოკლედ, დღეს მექნება საუბარი ზუსტად ამ თემაზე, რომ ავარიდოთ თავი არასასიამოვნო სავაჭრო დღეს, როგორ მივხვდეთ, რომ იქნება ცუდი მარკეტი. პირველი არის ნიუსი, რა თქმა უნდა, როცა ნიუსი არ არის ცუდი მარკეტია, მაგრამ დღეს ნიუსი იყო, მაგრამ მაინც არ იყო კარგი მარკეტი. ზუსტი მარკეტი. სანამ უშუალოდ ამაზე დავიწყებ ლაპარაკს, მინდა გითხრათ, რომ აღარ მაქვს არც Discord-ი, არც Instagram-ი, ერთი TikTok-ი მექნება ეხლა, იმიტომ რომ დავდო ვიდეოები და ნახოს ხალხმა. იქნება მხოლოდ YouTube-ზე, ვინცაც ვყავარ გამოწერილი და ვისაც ვეყოლები, ძალიან ბევრ მაგარ რამეს გაიგებთ. დაჟე შეიძლება ლექციებით ჩავატარო, mentorship-ად, უფასოდ, სრულიად. იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ mentorship-ების ყიდვა დღესდღეობით, მით უმეტეს საქართველოში, ამიტომ გადავწყვიტავ ალბათ, რომ ჩემ ცოდნას თლიანად გადმოვიტან სრულიად უფასოდ. იმიტომ რომ მეც ვიყავი ერთხელ ეგეთ მდგომარეობაში, რომ საერთოდ არ მქონდა არც mentorship-ის, არც კურსის ფული და ძალიან ბევრი ცოდნა მომიწია, ან ძალიან ბევრი დროის დაკარგვა მომიწია იმაში, რომ კარგი ცოდნა მიმეღო და სწორი ცოდნა მიმეღო. ამიტომ აქ თუ იმე ხა ამას უყურებთ, მზად იყავით, თქვენ ძალიან ბევრ კარგ და სწორ ცოდნას მიიღებთ ჩემი ვიდეოებიდან და ჩემი რაღაც პატარა სერიებიდან რა. Okay, დავიწყოთ. მოკლედ დღეს არის 15 მაისი. არ დავიწყებ ხა ძალიან დეტალებში ჩასვლას, ICT ტრეიდობთ, გეცოდინებათ ტერმინები, ამიტომ აღარ ვისაუბრებ კონკრეტულ რაღაცეებზე. პირველი ხა რაც მინდა განახოთ. კვირა დაიწყო. გაიხსნა კვირა, ძლიერი ყიდვა იყო მარკეტზე. ლოგიკურად ფიქრობდი, რომ retracement-ი იქნებოდა და lows გაიკეთებდა კვირა, მაგრამ მთლიანი კვირა იყო არასასიამოვნო. ამიტომ მოთხშავაც, როდესაც მქონდა ესეთი ჩოპი მარკეტი, გადავწყვიტე, რომ საერთოდ აღარ მეტრეიდა ეს კვირა, არც დღეს და არც ხვალ. მიზეზი იყო შემდეგი, ხო? ლოგიკურად და პრაქტიკულად, რასაც მარკეტი აკეთებს და რაც ჩვენ მოგწონს, არის რა? იხსნება კვირა, biased bullish ვართ, არ დავიწყებ ახლა და არ გადავალ დღიურ და weekly time frame-ზე, bullish ვართ. მინდოდა რომ მარკეტს გაიკეთებია პირველი რა, low. და low-დან მომეძებნა long პოზიციები. ხო, ანუ მარტივად ძალიან open, low, high, close, ხო? Okay. რადგან ესე არ გააკეთა მარკეტმა, გაიხსნა slierად. ვიფიქრე და ლოგიკურად სამშაბათს ან ოთხშაბათს გვაქვს ჩვენ highs დაფიქსირება კვირის. მეგონა რომ ოთხშაბათი დააფიქსირებდა უკვე highs და მარკეტი დაიწყებდა lows გაკეთებას. პირველი, რა თქმა უნდა, ვიფიქრე რომ 9:30-ს დაუდებოდით სწორ დროს, სწორ times. რა თქმა უნდა, ესე არ მოხდა და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც უკვე ცუდი მარკეტი უნდა ყოფილიყო დღეს და ასევე ხვალ არის ეს. კი ბატონო. შემდეგი ხა რაც მინდა განახოთ. ხო, ეს არის weekly
body, ესე რომ ვთქვათ, ხედავთ რომ low საერთოდ არ არის, თან პლუს გებით არის გახსნილი. იმის ალბათობა რომ აქ ჩამოსულიყო მარკეტი, წესით მაღალი იყო. მაგრამ ნუ რადგანაც არა გვაქვს ზუსტი მოცემულობა მარკეტზე, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს. არ არის ყოველ დღე რომ არ არის ყოველდღე საჭირო რომ ივაჭრო. ეხლა უშუალოდ შეგიმით, ხო? ვინაიდან რადგანაც მე ვარ შორტში 4 შაბათს. ასევე დღესაც ვიფიქრე რომ შესაძლებელი იყო რომ დღეს წამოსულიყო მარკეტი ქვემოთ. რას ვაკეთებ? რა თქმა უნდა ველოდები სწორ დროს. სწორი დრო არის 9:30, ანუ AM-ის გახსნა, ნიუ-იორკის შემოსვლა მარკეტზე. 15 წუთიან ჩარტზე უყურებთ buy side, sell side-ებს. ანუ არის მარკეტი კონსოლიდაციაში. პირველი რაც მინდა მარკეტმა გააკეთოს არის რა თქმა უნდა buy side-ის აღება, ხო? Range-ის, სადაც ფართოვდება liquidity. სადაც ყიდველები, ვინც ფიქრობს რომ შორტში წამოვიდეს ფასი, უნდა მოხდეს შემდეგი რამ. მარკეტმა იდეაში აიღო buy side-ი. და შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი არის რა თქმა უნდა, ეს არის გუშინდელი open-ი, ნუ იდეაში ჩანს და აღარ მომიშნავ ხა ამას. შემდეგი არის რა? შემდეგი არის PDRA. ნუ PDRA-ით არ დავიწყებ ლაპარაკს, ჯერჯერობით, თუ გადავწყვეტ რომ ლექციები ჩავატარო, რა თქმა უნდა, აუხსნი მე დეტალებში ყველაფერს. მინდა PDRA, ხო? PDRA-თვის მაქვს 3 კრიტერიუმი. პირველი FIFG, მეორე breaker block-ი, ან მესამე order block-ი. მოდი მე შენ დაგიწერ ახლა აქ მაგ ყველაფერს. PD, ესე იგი FIFG. ოღონდ რა თქმა უნდა high time frame-ის. ნუ მე ვიყენებ 15 წუთიან PDRA-ის. თქვენ შეგიძლიათ 1 საათიანი გამოიყენოთ, 4 საათიანი, ეგ უკვე თქვენზე დამოკიდებული. Okay. High time frame PDRA, FIFG. breaker-ი, ან order block-ი. უმეტეს შემთხვევაში ვუყურებ ამ FIFG-ს, ამ breakers-ს. Okay. ეხლა თავარი და უმთავრესი რა არის? აუცილებლად ველოდები 10 AM-ის გახსნას. 10 AM-მდე, ანუ 9:30-ზე რა ხდება არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის liquidity. შენ თუ ხარ liquidity-ებზე რანერი, შეგიძლია ივაჭრო, მაგრამ მე პირადად მაგას არ ვაკეთებ. თუ მე 4 შაბათს ვარ შორტში. ერთი ტიჩკა შემიძლია დავწერო აქ, რადგანაც buy side-ი აიღო 9:30-მა, მაგრამ არ მაქვს 15 წუთიანი PDRA, ხო? 15 წუთიანი PDRA რაც მქონდა იდეაში იყო ეს და მარკეტმა უკვე დაინვერსირა, ანუ ინვერსირება გაუკეთა, შესაძლებელია მარკეტი long-ში წასულიყო. ამიტომ რა თქმა უნდა რომ ველოდები, რომ წარმოიქმნას 15 წუთიანი PDRA, 15 წუთიანი PDRA ამ შემთხვევაში, როდესაც 10 AM-ი შემოვიდა, აქ არის 10 AM-ის გახსნა. შეგიძლიათ კარგად დააკვირდეთ. ой. სფერი აქ შესაძლებელი. Okay. 10 AM-ის გახსნა, მაგამდე მარკეტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, საერთოდ არ მოწონს PDRA და რა თქმა უნდა რომ ჩემი რისკებს არ გავწდი რომ აქ რაიმე სისულელე გავაკეთო. ვინაიდან რადგანაც შორტში ვარ, ველოდები კიდევ ერთხელ PDRA-ს, FIFG-ს, breakers ან order blocks. Okay. როდესაც 10 AM-ი გაიხსნა, რა თქმა უნდა მინდოდა რომ ჯერ high გაიკეთებია მარკეტს, open, high, low, close. გაიკეთებია high და მე წამოსულიყო მარკეტი ქვემოთ და შეექმნა high time frame PDRA. პირველი რაც მე შემეძლო რომ გავმეყენებია PDRA-ით არის ეს CSD. ხე? Change of state delivery, ხო? რატო არის ხა ეს CSD? ნუ უბრალოდ order block-ია, CSD არ არის. Order block. პირველი PDRA იქნებოდა ეს ზონა, სადაც მე დავაკვირდებოდი shorts. უმეტესად მაინც ვაკვირდები ან breakers, ან FIFG-ს, მაგრამ ნუ არის მომენტები, როდესაც order blocks ვიყენებ. რა თქმა უნდა, მოვიშნე მარკეტზე და დაველოდე 15 წუთიანი PDRA-ის ჩამოყალიბებას. თქვენ თვითონაც დააკვირდით, ეხა აქ როგორი ჩოპი მარკეტია, ხო? არაფერიც არ მოხდა.
თუ მე შორტში ვიყავი, უნდა მომხდარიყო შემდეგი რამ, რომ ჩამოსულიყო მარკეტი ქვემოთ, order block-ის ქვემოთ ბოდით დაეხურა, რა თქმა უნდა, ვისურვებდი displacements, ანუ თუ displacement-ი არ არის მარკეტზე, მაინც არ ვენდობი ხოლმე, ამიტომ მინდოდა displacement და order block-ის ქვემოთ დახურვა, ან 15 წუთიანი FUG ან ბრიაკი. არც ერთი არ მაქვს მარკეტზე. ანუ ნიშნავს იმას, რომ AM სესია იქნება ჩოპი. და თქვენც კარგად დააკვირდით, იდეაში არც ლონგში არ წავიდა მარკეტი, იყო კონსოლიდაციაში, range-ში აქ CMT იყო, მოკლედ, ხო? CMT-ზე კიდე ცალკე დავდებ, რომ რა თქმა უნდა, რომ CMT ძალიან მნიშვნელოვანია. ეგ უკვე execution-ზე უყურებ CMT-ს. თუ high time frame CMT-ია, ან internal CMT-ია, ან external CMT-ია, ყველაფერს უყურებ, რა თქმა უნდა. order block-ი არ დახურებოდით, რა თქმა უნდა, რომ არაფერი არ გავაკეთე და 4 შაბათ დღეს, როდესაც კიდევ ჰაებით ეხა მარკეტმა მივხვდი, რომ 5 შაბათს ძალიან ცუდი მარკეტი იქნებოდა, მით უმეტეს შორტებისთვის. და მაინც ეგრევე გადავწყვიტე, რომ აღარ მიტრეიდა დღეს რა. მოკლედ, ნახე, გაიაზრე ხო ეხა რა ვთქვი. კი, ეს ყველაფერი დავწერე ეხა აქ და რაღაც პონჩი გითხარი, მაგრამ უნდა დააკვირდე სულ ამ ყველაფერს რა. თუ ეს ექნა მარკეტმა და ამის მაგალითსაც მე გაჩვენებ, რა თქმა უნდა, როგორ უნდა ქნას მარკეტმა, მაგ შემთხვევაში აიღე ტრეიდი. ოკეი. ეხა აქ რა ხდება, ხო? 5 შაბათს ერთადერთი ლონგის ტრეიდი რაც შეიძლებოდა რომ ამეღო, მაგრამ არ ავიღე. იქნებოდა low time frame-ის PDRA-ს და ერთ-ერთი მოდელი მაქვს. იდეაში შეიძლება იცოდეთ თქვენც Venom-ის მოდელი და პლუს პირველი FUG-ის მოდელი, რითაც შემეძლო რომ აქ ტრეიდი ამეღო, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიყენებ მაგასაც რა. მით უმეტეს რომ ვიცი რომ double albotobიანი დღე იქნებოდა, არ შევედი. აქ ეხა რა ხდება? მარკეტი გაიხსნა. ჰაი არ აქვს გაკეთებული, აქ ჰაი გაკეთებული, მაგრამ არ არის სასიამოვნო ჰაი. ლოგიკურად ვიფიქრე, რომ შესაძლებელი იყო, რომ მარკეტი ლონგში წასულიყო და უფრო მეტი ალბათობით ლონგში უნდა წასულიყო, იმიტომ რომ რელატივურად cool ჰაიები იყო. რა თქმა უნდა, შორტს აღარ ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი 4 შაბათს უნდა გაეკეთებია. ჩემთვის მე პირადად ეგრე მაწყობდა და 5 შაბათს იდეაში ვიფიქრე, რომ იქნებოდა ცუდი მარკეტი. ზუსტად ამიტომ. მაგრამ ეხა აქ რა ხდება? ანალოგიურად გაიხსნა 9:30, 10 AM-ს ელოდები. 10 AM-ი, ანუ 10 AM-ს რატო ველოდები ეხა, ხო, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა. 10 AM-ს ველოდები, იმიტომ რომ 4 საათიანი სანთელი, ახალი 4 საათიანი სანთელი იხსნება, ხო? და როდესაც ახალი 4 საათიანი სანთელი იხსნება, თუ შორტში ვარ ან ლონგში ვარ, მარკეტი იკეთებს low ან high-ს და შემდეგ მიდის უკვე იმ მიმართულებით, საითაც არის მარკეტი. აქ ეხა ლოგიკურად ლონგში ვიყავი, მაგრამ არ მქონდა PDRA აქაც. ერთადერთი PDRA, რაც შემელო რომ გამომეყენებია იყო order block-ი, მაგრამ არ არის ეს ჩემთვის სუფთა continuation მოდელი, მაინც კი არის აქ გარღვევები CSD order block-ი continuation მოდელი არის. მაგრამ ძალიან ცუდი სიტუაცია მაქვს ამ ზონაში, იმიტომ რომ არ მაქვს არც 15 წუთიანი FUG. ჩემთვის სულ მინდა რომ მაინც იყოს FUG რა. ან displacement-ი მაინც. ოკეი. რინაიდან რადგანაც მე ვარ AM-ის ტრეიდერი 11:30 AM-მდე ვუყურებ მარკეტს რა. მე აღარ ვუყურებ, რა თქმა უნდა. ოკეი, აქ დაველოდე. არ ავიღე ტრეიდი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ვუყურებდი რა ისწავდა მარკეტი. და აქ თქვენ დააკვირდებით open-ები. ლამაზად მშვენივრად აიღო მარკეტმა, მე მგონი CMT-ც იყო აქ თუ სწორად მახსოვს. არა, მლოვებს არ ყოფილა CMT, ხო. ხო, არ მეშლება, არა. ოკეი. ველოდები, რომ მომცეს მარკეტმა PDRA. იმისათვის, რომ მე ლონგში შევიდე, მინდა რა, ან FUG, კიდე ერთხელ ვამბობ, ან მინდა 15 წუთიანი FUG, ან order block-ი, ან breaker block-ი. ამ შემთხვევაში იყო კიდე order block-ი, ნახე, დააკვირდი.
თუ მარკეტი ამ ზონას ბოდით ზემოთ ამეხურავდა, ლოგიკურად უკვე ლონგში ვიყავი რა. და პლუს ისე დახურა მარკეტმა, რომ კონსტრუქციის ამ FUG-ც იყო მარკეტზე რა. იდეაში აქ თუ ჩამოვიდოდა მარკეტი, გადავწყვიტავდი, რომ executions გავუკეთებდი 1 წუთიანზე და შევიდოდი ალბათ trade-ში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მარკეტი არ ჩამოვიდა ჩემს PDRA-ში, რა თქმა უნდა არ გავაკეთე. შემდგომ კიდევ ერთი PDRA მომცა 15 წუთიანი FUG-ის, მაგრამ უკვე დრო აღარ იყო ჩემი. ამიტომ ესე ავარიდე მოკლედ დღევანდელ მარკეტს თავი. რატომ? შეიძლება ვიღაცთვის კარგი მარკეტი იყო, it's okay, მაგრამ ნუ ჩემთვის, როდესაც არც ერთი PDRA არ რესპექტდება, რა თქმა უნდა, არის ცუდი მარკეტი. ოკეი, მოკლედ და კონკრეტულად, რო ვთქვა, ცოტა შეიძლება ეხა ვერ იაზრებდეთ ყველაფერს, მაგრამ არ არის ძნელი, ძალიან მარტივი სტრატეგიაა ეს ერთ-ერთი, მე რასაც ვიყენებ. ნუ 4 საათიანი power of 3 არის, ანუ 4 საათიანი და 15 წუთიანი PDRA. ხო, უშუალოდ ეხა კიდე ის თქმაც მინდა, რომ თუ შენ უყურებ 1 საათიან PDRA-ს, execution 5 წუთიანზე უნდა გავუკეთო. 15 წუთიან PDRA-ს მე რასაც ვაკეთებ, 1 წუთიანზე ვუკეთებ executions. ეხლა განახებ კარგ მაგალითს, რაც მე ავიღე სამშაბათს. აი ამ ზონაში. სამშაბათს ვფიქრობდი, რომ ჰაი უნდა გაიკეთებია მარკეტს და ლონგში ვიყავი. პლუს აქ წლის გახსნა იყო და რა თქმა დიდი ალბათობით მარკეტი აიღებდა, იმიტომ რომ მიუახლოვდა ფას და პლუს high time frame PDRA-ები მქონდა ამ ზონაში რა. მგონი 1 დღიანი FUG იყო, თუ 1 კვირიანი. აღარ მახსოვს. ხო, 1 დღიანი იყო. არა, ბოდიში, სამშაბათი სად არის? მგონი 1 კვირიანი? ხო. კი ბატონო, 1 კვირიანი. 1 კვირიანი. ხო, ნუ ეს იყო ჩემი იდეაში თარგეტი, რაც აიღო მარკეტმა, მაგრამ მაინც ლონგში ვიყავი და execution-ი რადგანაც გავუკეთე 1 წუთიანზე და დამიკონფირმა, რასაც მაგის მაგალითად გაჩვენებ, მაგიტომაც გავლონგე რა, თუ ეგრე თუ არის და მარკეტი, რა თქმა უნდა, არ შევიდოდი. ოკეი, 9:30 გაიხსნა, ძლიერი ყიდვა იყო, 10 AM-ი გაიხსნა. და ველოდები PDRA-ს. ეხლა ნახე. აქ რო 10 AM-ი გაიხსნა, ერთი PDRA, რასაც ველოდებოდი იყო. ეს FUG, მინდოდა რომ მარკეტს გაეკეთებია შემდეგი რამ გახსნა low ამ PD-ში და აქედან double time frame-ზე CMT, FUG, CSD და long. ეს იყო ჩემი გეგმა, ვინაიდან რადგანაც გაიხსნა და მარკეტი ქვემოთ არ ჩამოვიდა, მეორე PDRA-ც ჰქონდა. ვიფიქრე, რომ ეს 15 წუთიანი ბოდით დახურა, შესაძლებელი იყო, რომ აქ ჩამოსულიყო, აქაც execution 1 წუთიანზე, მაგრამ ნუ აქაც არ ჩამოვიდა. მაგრამ კიდევ ერთი PDRA მაქვს, ანუ 3 PDRA მქონდა. ოკეი, საბოლოოდ იყო ეს PDRA, საიდანაც მე ლონგი ავიღე და ამის executions ეხლავე განახებთ. 15 წუთიან PDRA-ს როცა უყურებ, რა ხდება? გადავდივარ 1 წუთიანზე. მარტივად, ხო? ძალიან მარტივი სტრატეგია იდეაში და თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ისევე როგორც high probability trade-ები შეგიძლიათ აიღოთ, ასევე შეგიძლიათ ასევე აგარიდებთ ცუდ დღეებს, ცუდ სავაჭრო დღეებს მოკლედ რო ვთქვათ რა. როდის არ უნდა ივაჭროთ, იმიტომ რომ execution-ზე ყველაფერი ჩანს მაინც რა. ოკეი, აქ ეხა რა ხდება, ხო? აქ ხდება შემდეგი რა. იმედია, რომ მალე გამოჩდება. ჩემი ესის ჩარტი. ოკეი, არ გამოჩნდა, it's okay. ხელახლა ვქნათ.
ოკეი, 10 AM-ი გახსნილია, მინდოდა რომ low გაიკეთებია, მაგრამ ნუ არ გაიკეთა, მაგრამ სამაგიეროდ მოგცა PDRA, რასაც გამოვიყენეთ. ოკეი, პირველი რაც მინდა რომ მარკეტს გაიკეთებია, რა თქმა უნდა, ჩამოვიცვალიყო 15 წუთიან FUG-ში. 15 წუთიან FUG-ში როცა ჩამოდის მარკეტი, ველოდები პირველი რას CMT-ს. CMT თუ არ მაქვს, არავითარ შემთხვევაში ტრეიდს არ ვიღებ და გაითვალისწინეთ, რომ CMT არის ყველაზე დიდი კონფირმაცია მარკეტზე, რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ სხვა კონფირმაციებთან შედარებით. ამიტომ არ არის CMT, არ არის ტრეიდი, მარტივად და კონკრეტულად. ოკეი, პირველი ხა აქ რა მინდოდა? ჩამოვიდა მარკეტი ველოდები CMT-ს. CMT იყო ბოდის FUG-ის ბოდის low-ებზე. თქვენ თუ აქ კარგად აგვირდებით. NQ არ გატეხა ბოდის low, თან იყო ერთწუთიანი FUG. ეს არის internal FUG, მარტივად რო ვთქვათ. და internal FUG კი არა, internal CMT. და ES-მა გატეხა ნახე, დააკვირდი. რა ლამაზი, მოიცა რომელი იყო, უბრალოდ ეს იყო. CMT მქონდა მარკეტზე. ოკეი, პირველი კონფირმაცია მარკეტზე მქონდა. და აქ საინტერესოა კიდე ერთი რაღაც რა. იდეაში აქ რო ჩამოვიდა, ფასე აქაც იყო ეს CMT, მაგრამ აქ არ გავხსენით ტრეიდი და რატო? მიზეზი იყო მარტივი. როცა CMT-ს ველოდები CSD-ს. CSD სად იყო? ამ ზონაში. ნახე. ეს არის ბოლო liquidity, ანუ ბოლო რანი, სადაც მარკეტმა liquidity-ები აიღო. ეს იყო ჩემი მეორე კონფირმაცია, რაც მინდოდა მარკეტს გაიკეთებია. ვინაიდან და რადგანაც მარკეტმა არ აიღო CSD და არ დატოვა ბოდით ზემოთ, რა თქმა უნდა, რომ execution-ი არ გავაკეთე. შემდგომ ჩამოვიდა მარკეტი CMT ისევ ძალაშია და აქ, რა თქმა უნდა, ველოდები რას? ისევ CSD-ს. რატო არის CSD? დააკვირდი. ძლიერი გაყიდვა, სადაც უკვე liquidity აღებულია მარკეტზე, ან liquidity sweep-ი, რომელმაც გააკეთა. მარტივად და კონკრეტულად. ეს არის ჩემი მეორე კონფირმაცია, პლუს რა მაქვს აქ მარკეტზე? Displacement-ი. ჩემი მესამე მთავარი კონფირმაცია არის displacement-ი. Displacement-ი რა არის? სადაც მარკეტი სწრაფად, ვესებურად იცვლის სტრუქტურას, სადაც რჩება FUG-ები, სადაც ირღვევა FUG-ები და ნაცვლად ჩანს ეს ყველაფერი და არა რაღაც კონსოლიდაციით ატანილი. ეს იყო ჩემი execution-ი. Stop loss-ი რა თქმა უნდა მქონდა ამ low-ზე. შეიძლება CMT-ს low-ზე დააყენო, მაგრამ მარკეტს თუ ეხა აქ უნდა გალონგილიყო. ხო, აქ შევედი პირდაპირ, მე ბოდის დახურვაზე შევდივარ, აღარ ველოდები CSD-ს, აქ მქონდა stop loss-ი და ორი ერერი მქონდა target-ი, მარტივად. და აქ trade-ის management-ი მქონდა კიდე საინტერესო. რა იყო trade-ის management-ი? გაინტერესებს? ეხლა ვიგეტყვი. trade-ის management-ი მაქვს შემდეგნაირი. მარკეტი ძლიერად გაიზარდა, გატეხა კიდევ ერთი buy side-ი, break structure-ი კიდევ გააკეთა. შემდეგ ისევ ჩამოვიდა მარკეტი, FUG აიღო და შემდეგ high რო გატეხა, აი ეს ზონა რო ყვებოდით დაიხურა. ჩემი stop loss იყო ავტომატურად break-ზე. ნახე. ცოტა დიდი ხანი კი ვიყავი აქ PM-მდე ვიყავი ტრეიდში, მაგრამ როგორც მახსოვს აქ ჩავხსენი ნაწილი. ნუ ეხლა ჩემთვის ერერიც დიდად მნიშვნელობა არ აქვს, სადაც ლოგიკურად შეიძლება რომ მარკეტი მოbrunდეს, ან რევერსალი კონდეს, მან თუ ხსნი ხოლმე პარტიალებს რა. ერთი პარტიალი აქ მქონდა, მეორე პარტიალი აქ მქონდა. არა, ბოდიში, აქ უკვე ჩავხსენი. აქ უკვე ორი ერერი მქონდა, კი. და მე მგონი რანერიც გავაყოლე, აღარ მახსოვს ზუსტად. Notion-ში მეწერება ალბათ, ხო. მგონი რანერი გავაყოლე და სადღაც აქ ჩავხსენი კიდე PM-ზე, იმიტომ რომ PM-ზე ტრეიდში ვიყავ. ეს იყო ჩემი execution-ი 15 წუთიან, 1 წუთიან PDRA-ში. ოკეი. მე მგონი კარგი ვიდეო გამოვიდა. საინტერესო. კი, ეხლა რაღაც ბევრი რაღაც არ მქონდა. ეხლა ამ ვიდეოში ჩატეული, მაგრამ
დრო და დრო კიდე ესეთ პატარ-პატარა სცენარებს დავდებ. ეს არის ერთ-ერთი მოდელი მე რასაც ვიყენებ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მუშაობს. რატო? იმიტომ რომ ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც საჭიროა. თქვენ რა მოდელიც არ უნდა გქონდეთ აღებული, თუ დისციპლინა არ აქვს მაგ მოდელზე, იცოდეთ, რომ აი აქ ემოციურად რომ ხართ რაღაცეებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, რომ ეგ არ არის სწორი მიდგომა. არის მარკეტზე ის, რასაც შენ ელოდები, შედიხარ მარკეტზე. არ არის მარკეტზე იმას, რასაც შელოდები და რაც შენ გაქვს გეგმაში, რა თქმა უნდა, არ შედიხარ თრედში. მარტივად. ესე არის ზაო და ჩათვალე, რომ მიყოლებით წააგებ შენ ფანდედებს და არც უნდა დახტეს მერე გული. ოკეი. ეს იყო. ნახე, როგორ ავარიდი აქ ესეთი მიდგომით თავი ტრეიდებს, თუნდაც აქ, ხო? თუნდაც 4 შაბათს, თუნდაც 5 შაბათს. ნუ weekly bias-ი როცა მაქვს, მით უმეტეს და ესე არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერს არ ვაკეთებ. ანალოგიურად, ხო? მით უმეტეს თუ weekly bias-ი არ არის ისე როგორც მიდის, როგორც უნდა იყოს, როგორც მაქვს. უფრო დაბალალბათობიანი არის ყოველთვის ჩემთვის მარკეტი. და პლუს ეს მიკონფირმებს, რომ უფრო დაბალალბათობიანი არის. ანუ მაძლევს საშუალებას, როდის არ უნდა ვივაჭრო და როდის ვივაჭრო სწორად. ოკეი, ეს იყო დღევანდელი პატარა ვიდეო გაკვეთილი წყალებში. ანუ კვირაში ერთ-ორ ვიდეოს უეჭველი დავდებ, უეჭველზე დავდებ, არ ვიცი რა სახის იქნება. თუ გადავწყვიტე, რომ ლექციები დავდო, ხო, ძალიან მაგრად გაგისწორდებათ და სავარაუდოდ გადავწყვეტ მაგას და ძალიან მაგრად გაგისწორდებათ, ვინც ახლა იწყებთ ტრეიდინგს, ან ვინც დაწყებული გაქვთ ტრეიდინგის სწავლა, მაგრამ გიჭირთ და ბევრი კითხვები გაქვთ. ზუსტად მაგ ხალხისთვის რა. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით წარმატებებს გისურვებთ.